აპრილში საქართველოში დაგეგმილი ამერიკის დელეგაციის ვიზიტი და მხარეებს შორის კომუნიკაციის გააქტიურების შესაძლებლობა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის პროცესი დაწყებულია. ისინი პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მდივანის შორის გამართული კომუნიკაციის მიმართულებით ამახვილებენ ყურადღებას. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ აპრილში დაგეგმილი ვიზიტის დროს ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული დაგეგმილ დისკუსიებში. თავარი არის ის, რომ თუ რამე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაიდგა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ნებისმიერი ტიპის გარღვევა საერთაშორისო იზოლაციის და ამ მძიმე მდგომარეობის არის რთულად წარმოსადგენი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის ამერიკის ადმინისტრაციაც არაერთხელ უსვამდა ხაზს, იგივე ამერიკის საელჩოც, რომ საჭირო იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ივანიშვილის სერიოზულობაში და მისი გუნდის სერიოზულობაში დარწმუნებულიყვნენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და ეს არ არის კულისებში გადასადგმელი ნაბიჯი, ეს არის ზედაპირზე, რომ გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი. ჩვენი გუნდი მიესალმება რაც შეიძლება მეტი ჩვენი მეგობრის სტუმრობა საქართველოში. რაც შეიძლება მეტი დელეგაცია უნდა ჩამოდიოდა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ სულ. ძალიან სამწუხაროა ის, რაც გვჭირს, რომ ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობა ასე გაგვიფუჭდა და გაგვიფუჭდა სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურებით და არა სხვა მიზეზით, რაც არ უნდა მოიფიქრონ პროპაგანდით. ჩვენი ინტერესი არის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმ ქვეყნებთან, რაც დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ გქონდა კარგით მეგობრული სტრატეგიული პარტნიორობა, ეს პარტნიორობა უნდა აღდგეს. ჩვენ რასაც ვხედავთ, მათ შორის ამერიკის მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, როგორც მინიმუმ წელიწადზე მეტია, რომ ამერიკის მხრიდან არის მის საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო განცხადებები და ასე შემდგომ და ასევე დელეგაციები ჩვენი რაც იყო პარლამენტიდან თუ მთავრობიდან არის პოზიტიური სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდანაც და იმედი გვაქვს, რომ ის რაც იყო ჩვენი მოწოდება ამერიკული მხარის მიმართ, რომ თავიდან დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, ვფიქრობ, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მცდელობები ნამდვილად არსებობს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და ბზად ვართ ამ ურთიერთობებისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც აპირებს ობიექტურად ქართულ მხარესთან ურთიერთობას. არგუმენტების მოსმენისთვისაც ყოველთვის ბზად ვართ, თუ ეს არგუმენტები დასაბუთებულია. თუ რაღაც აღქმებზე ან პოლიტიკურ აკვიატებულობაზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ეს დიალოგები როგორც წესი ვერ შედგება ხოლმე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან დაეფუძნება რეალობას. როგორც მოგეხსენებათ, გააქტიურებულია ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ აქამდეც ვიხილეთ არაერთი ვიზიტი, ქართული მხარის იყო შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი ჩამოსული საქართველოში. მხოლოდ პოზიტიურია ის გზავნილები, რაც ისმის ამ მოცემულობასთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდებით ვიზიტს ამერიკელი კოლეგების, იქნება ბუნებრივია შესაბამისი შეხვედრები და ის ძალიან ახლო თანხმდება ჩვენი იდეოლოგიური წიაღსვლების, როგორც თეთრი სახლის, ასევე საქართველოს ხელისუფლების იძლევა იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობა განახლდება, გაღრმავდება. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ჩვენ ვართ სრულიად მზად ახალი ფურცლიდან ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობა დავამყაროთ შეერთებულ შტატებთან, რომელიც იქნება ურთიერთსასარგებლო.